Yamas tethri. Koa. Ruga. Ruga? Oh, ruga. Andi da. Tethri. Oh. Ruga. Era. Devo grazie. ლილო, მაჩვენე შენი ნაყინი. მაჩვენე, როგორია? რისია ეს ნაყინი? Esto. Chen. Что оставил? მანგო და Эй, ანანასი. кто оставил? Мам. Меня перестало это начало болеть. ესე იგი ლუკასთვის იდეალური ადგილი მოვწებდნენ. ესენი ერთობიან და რაც თავარია ლუკა ბავშვებთან თამაშობს. ძალიან კმაყოფილი ვარ მე ამ ამბით, იმიტომ რომ სადაც ცხოვრობდით არც ერთ ადგილას არ იყო ესეთი აი ესეთი სივრცე, სადაც აი ბავშვებთან დამეგობრდებოდა და რაღაც. ეხლა რომ მოდის თვითონ ესალმება, თვითონ მიდის მათთან, არ ერიდება უკვე. ისინიც იცნობენ. აი ესე. ძალიან მიხარია ეს ამბავი. ახალი დედა. ელა ცოტა შორს დადე კიდე. აი ესე. Ты 2 раза ел готов. ჩემო სიცოცხლე. დედა სიცოცხლე. Я попала. Я попала.
და მიეცი ყველას. აი ამაზე დადე და აიღებენ. აი აქ. მომაწოდე ისა. და შეწყვიტეთ უღმერთი გწამსეგ დაცინვა გულსაკლავი ვარდის თვეა მაისთვე თეთრ არხეს მახსოვს მე პატარა დედაჩემი და ბიძაჩემი ვართ ბიძის აივანზე ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე მე და დედაჩემი ფეხზე ვდგავართ კარგი მიდიხართ მიყავს ბავშვი ქუთაისში შენ მას იქ თავს უნდა დაადგე აქ სახლს რას უშვები სახლს ჩავკედავ შიგ მაინც არაფერია ისეთი არის ვიცი რომ არის სახლი თქვენი სახლის წინა დგას თქვენ მიხედავთ ხოლმე არაფერსაც არ მივხედავთ არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ რომ ბავშვი აღზარდოთ დარჩით სოფელში ბავშვი ნურსად მიყავთ ეს არის ჩემი რჩევა არ შემიძლია საწყალი ვასილის მამა ჩემის სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო ბავშვს მიხედე ბავშვები გაუნათლებელნი არ დატოვო ჩემი ძმა იუსტინე დაგეხმარებაო მახსოვს დედაჩემს თვალთგან ცრემლი გადმოსკდა მე არაფრის დახმარება არ შემიძლია მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ მე თქვენ არაფერს აფრთხოთ უპასუხა დედაჩემმა მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ აღარ მახსოვს რა უპასუხა ბიძაჩემმა ვიგონი მყრმობას შორს ძლიერ შორს ჭალების გაღმა კავკასიონის კლდოვანი მთის მოჩამდა ფერდი საღამოობით ვითხოვმოლდი ასძიოს ნაღმა ზით ენთებოდა და ქრებოდა ტიტანის მკერდი ბავშვობიდანვე ისიშორე ტანჯავდა ერთი ლაჟვარდოვანი მიტაცებდნენ ნაქერალები და ვკითხულობდი ვოცნებობდი მღერდით უსწერდი დევდნენ მეძახდნენ მიზიდავდნენ ის მწვერვალები რით შეაყენა ის ხომალდი გრძნეულმა დაღმა შენ არ იცოდი ვერც გაიგე ისე დაბერდი შემოეხვია მყუდროება ღრუბლების ბაღმა მოსჩანდა ხვამლი როგორც რთოლა როგორც ხავერდი როგორც უთოვლო ყმაწვილობის უღრუბლო ბედი როგორც შემდეგთა ქარიშხალთა ცივი ბრჭყალები როგორც სიცოცხლე როგორც კუბო როგორც სიმედი მდევდნენ მეძახდნენ მიზიდავდნენ ის მწვერვალები თლად დამიმონაცად ნატყორცნმა ლურჯმა წიაღმა ჰაეროვნებამ საიდუმლონ დაფარა ქედი თითქო იმ მთაზე ისევ წევარ გულაღმა და ვარსკვლავების დიდი წიგნის ყოველი გვერდი არის თეთნულდი არის უშბა მთელი სვანეთი იმისი დილა და შუადღე მზით ნალები მისი საღამო ბინდთა ლურჯი ოკეანეთი მდევდნენ მეძახდნენ მიზიდავდნენ ის მწვერვალები მოგონებანი იმ თებივით შემოირიგა მწვერვალმა რომლის სახელი აქ ნარელირიკა არაოცნებით არა ზღაპრით მის ცისამარით წყარო ყრმობისა მარადისთა ნაკად კამარით მიედინება მაგრამ საით სამი სამხარო ქვეყნისკენ სადაც პოეზიის ბრწყინავს სამყარო სადაც არსებობს პოეზიის მარადმგზნებელი ლირიკის სული მისი მაცოცხლებელი პირველ
პირველ ნაკადად მსურს გადაიქცეს ჩემი მიმართვა, მიმართა ჭარმაკთა, მიმართ ჭაბუხთ სახე ღიმართა. მარად მოვითხოვით მე აბჯრეს, როგორც მეფარეს მხოლოდ ცოცხალს და მიმგებარეს მხოლოდ მგზნებარეს. მარად დიადი უნდა ჰქონდეს სიტყვის მიზანი, მარადი სიბრძნის აშუქებდნენ სხივნი მზისანი. მიზანი ჩემი აქ გამოსვლის მხოლოდ ის არის, რომ სიმართლისთვის მოგრიალე ჩანგის ფიცარის გამოძახილი ახალგაზრდა გულში გაღვივდეს, რომ პოეზია მის სასურველ მწვერვალს აღვიდეს. მოზარდი იგივ მოცარტია, მუდამ მოსავდა თანაბრად სლავი ქარიშხალთა და მიმოზათა. რომ პოეზიაც იყვეს საგნად ახალ თაობის, აღფრთოვანების, დაფიქრების და მოძრაობის, რომ სხვას ანკარა პოეზიის მზე და წურვილი, აი მიზანი, აი ერთადერთი სურვილი. და საბამიდან მოლივლივებს ლირიკის შუქი, იგი არ არის უბრალო რამრამე მსუბუქი, ზენა ნიჭს გარდა გემოვნებას მისას ეწნება, თავისებური გამოსახვა და შემეცნება. მისი ტექნიკა მრავალფერი ხალის მგზოვარი, მიღწეულ იქნას ურყეველი შეუპოვარი, გულდადებული მუშაობით შემდეგ სიტყვაზე ლირიკა ასე იჭედება და მხოლოდ ასე მართალი არის როს პოეტი ამბობს თაობის გრამი შოვნისა ნაყოფია წელთ მუშაობის მიღებულ იქნას და ერთ სიტყვად უნდა გადადნეს ათასეული ტონა მთელი სიტყვიერ მადნის. ზეშთაგონება აწევაა ზემოქმედ ძალის, შემდეგი ხანგრძლივ აღდგენების შრომის სიალის, მონგრევა გულში ნაგუბარის გახსნა კრიზისი, დიდი ხნით გულში შენახულის რამე მიზეზი. იდეები და სახეები თითქმის მზადქმნელი, ერთბაშად მხატვრულ სიძლიერით გადმოხეთქილი, ფიქრი, ოცნება, გრძნობა, სმენა და გაგონება, აი ლირიკა, აი მგოსნის ზეშთაგონება. ზეშთაგონებას მოიშველებს მათი სიმია, პოეზია, ისტორია, ანუ ქიმია. ზეშთაგონება სულთგმულებს და აძლევს იმედს, თანაბრად როგორც რუსთაველსა, ისე არქიმედს. პოეტს, რომელსაც სურს იპოვოს გამოძახილი, უნდა შეეძლოს სიტყვას მისცეს გრძნობის მახვილი, უნდა იცოდეს აზრისა და ხმის შეხამება, ერთგვარ წესრიგში მოიყვანოს დღე შეღამება, რათა სიტყვათა მათ ცოცხალთა თანაბგერება, თან სდევდეს და გაისმოდეს ის ძლიერება, რაიც აცოცხლებს და აღელოს მკითხველს და მსმენელს, ის მიუთითებს მოქმედების არეს უჩვენებს, ის წამყვანია მებრძოლია ან და პირიქით, ის ანუგეშებს და ამშვიდებს იმავ ლირიკით. ასრს შინაგანი მოძრაობა ბუნება გრძნობად უნდა გაიხსნას გარეგანად იმ მოძრაობად, რასაც იძლევა სიტყვათა რითმი და ჰარმონია, ხელმარჯვეობა უმრავლესთა ყვავილთ მკონია, მრავალნაირი მოძრაობით შექმნილი ძეგლი, მრავალფერობა ხმათა, როგორც ამბობს ჰეგელი. ისე შექსპირი და ვირგილი, ისე ვოლფგანგი და უფრო გზნებით რუსთაველის უკვდავი ჩანგი, ძლე ჰარმონიის კანონების დაცვის გარეშე, ჩნდეს პოეზია სიბნელეში და სიმცდარეში. დამარცხებულა ვისაც ენის გზა შეუცვლია, მაგრამ გონებას არასოდეს არ შეუძლია დაკმაყოფილდეს ჰარმონიის მხოლოდ თამაშით. კვლავ პოეზია იდგეს ბნელში, ცივა აკლდამაში, მთავარი ძარღვი პოეზიის ზომაა რითმა, მისით მარადის გაიელოს შუქმა ბედითმა, მაინც იმაზე უმთავრესი სხვა დედა არსი არის მშვენიერ პოეზიის იდეა აზრი. მათში იხსნება მგოსნის ძალა და მოქმედება, ისეთი ყველა სიხარულად რომ მოედება და მოფარავს გზებს ვარდით დაფნით და ალოეთი, იდეა აზრი ზომა რითმია, აი პოეტი. ის იდეურით უნდა იყოს მადლით ფენილი, მისი სულთგმული შთაგონებით აღმოჩენილი, ტემპერამენტის იდეადით არეს ავსებდეს, აღვამაღლებდეს, გვიტაცებდეს, მოგვათავსებდეს. სხვა გზით იქნება ეს ისეთი შედევრი წმინდა, რომელიც პოეტს ირონიულ ღიმილს აღგვრიდა. ლექსებში ხშირად ყველაფერი თავის რიგზეა, სახე და ფორმა, რიტმით თითქოს საკმარისია. მხოლოდ ერთი რამ არის ცუდი, ყოველი წესით, თითქოს ლექსია, მაგრამ მაინც არ არის ლექსი. დრო მოვა ამას გაიგე, მალე გაიზრდები, მე ამას გვირდები სულ შენთან უჩვეულა სიჩუმე დგას, ვარსკვლავები ფარავენ სას, მე დავახლა სადახარსა, ეგარგება თაში ფერები, ეკარგება ზედასფერები. მოწყენილები არიან, რომ
წვიმამ დაასველა წვიმა მოგონებებს ასველებს წრემლები ვერ შეცვლის ვერაფერს სიღმაწვილეში მევჭკნებოდი როგორც ფოთოლი ობოლი ვიყავ მე მაშინაც სულით ობოლი შამი მიქქროდა ახალი დღით განრინებული არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული დღესაც მარტო ვარ სიყვარულის არ მესმის ნანა ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა მოვკვდე და გული ვის დავწყვიტო ვინ დავაობლო ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო გუალის სიმღერა თუთის ხესთან შეგამჩნიე აიმნიდან ვერ ზდებოდი დაკრეფას კი ლამობდი აი წავედით თორე დაღამდა კატო დაღამდა კატო გაიყიდა ყველაფერი ის იყიდვაც გინდა უანტელი აივლიდა ჩაივლიდა ნარ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 ა რომ იცოდეთ რა არის აქ და ბინები არიან აქ დაინახოთ და წავედით აი რაღაცნაირად ესე რომ ჩავივლი ხოლმე და ეს ჩამწკრივებული ვარ გიждები ისე მომწონს ძალიან მარწყვის სუნი და ყველის სუნი ერთად ბოსტნეულის და ხილის ვიყიდა ბიძინასგან მიყიდე თამბაქო ხედე კაკა ესე იგი ლილუ მესკაბა მინდაო და ნახე ერთი Başı yak მინდაო კარგი აი ეს ნელა Буду сразу куку. Потом сразу куку. Она. Упс. Зина. Дай сюда только. Ой, да сына. Ты лакади. Атки.
ველა და ლუკა გავაცილეს სკოლაში. დღეს წიგნები უნდა დატოვან. ესე იგი წუხანდელი ნაწიმარი ისეთი ლამაზი არის აქაურობა. ნაწიმარზე გასეირნება ძალიან მიყვარს დილით. ესეთ დილას გიშტები. ესე იგი გუშინ აი ესეთი კეტები თეთრი იყო და კატონდა ეს მე. ილამშვიდობისა როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას. ისეთი გადაღლილი ვარ, რომ დილითაც კი ლაპარაკის თავი არ მაქვს. მეძინებოდა ძალიან და ვერ გავიღვიძე. ხაი ესე შემოუღობავთ. აქ ლიბერთის ავტობუსი იდგა ხოლმე და აღარ დგას.